ცალმებით უბრალოდ საღამოშვიდობისა. მე დღეს თქვენ მოგიყვებით, უბრალოდ გადაგითარგმნით ერთ ისტორიას ბებიასგან, რომ ბებია მოუყვა თავის შვილიშვილს კატაკლიზმაზე. კი იცით ახლა ბუნებრივი კატაკლიზმები ბევრმა გადაიარა დედამიწაზე. იქნება ეს მაგრამ არა მხოლოდ ბუნებრივმა. როგორც მე თქვენ გეუბნებოდით ზოგ ვიდეოში დედამიწა რამდენჯერმე იყო ოკუპირებული. და პირველად როდესაც მოხდა შემოსევა მტრებისა, სანამ დედამიწა გარდაიქმნებოდა, ჩვენ რასაც დღეს ვხედავთ, სანამ გახდებოდა ასეთი, როგორცაც ჩვენ დღეს ხედავთ. იმ თაობამ, რომელმაც მოესწრო ამ დედამიწის ხელოვნურად გადაკეთებას, მოიტანა დღემდე ეს ისტორია. და სანამ ეს ყველაფერი გადაწყვაფერდებოდა, თურმე მაშინდელი თაობა ხედავდა არა ლურჯცას, არა ცისფერ, უბრალოდ ცისფერცას, არამედ ისამისფერცას. და მაშინდელი მზე, ის იყო ჩვენი ნამდვილი მზე, ის არის ახლაც. მაგრამ ოკუპანტებმა გადააკეთეს ისე ყველაფერი, რომ ცა გახადეს ცისფერი, მზე კი სხვანაირი. და თუ რა მოხდა მაშინ? მე თქვენ მოგიყვებით ამ ვიდეოში, უბრალოდ გადაგითარგმნით ერთ-ერთი შვილიშვილის მონაყოლს, რომელსაც ეს ისტორია მოუყვა ბებია. მას დავიწყოთ. და ეს ზღაპარი არ გეგონოთ, ეს ნამდვილი ისტორიაა. შვილიშვილი იხსენებს, რომ ჩვენო, მისი ბებიის შვილიშვილებიო, როდესაც ბებიას ვუყურებდითო, ხვდებოდითო, რომ ის იყო სხვანაირი, ის იყო ძველებური. მას რაღაცა ის ყოველთვის იჯდაო ჩაფიქრებული და ჩვენ ვიცოდითო, რომ მან იცნობდა, ახსოვდა უпростоრად სამყარო ისეთად, როგორც მაშინ, რომელშიც ის მაშინ ცხოვრობდაო. სანამ ყველაფერი გადაწყვაფერდებოდაო. და დღის ყველაზე ბევრ დროს ის ატარებდაო თავის დაძვლებულ სავარძელში, ფანჯარასთან. და თვალყურს ადევნებდაო დროის სეზონების შეცვლას. და მის მზერაში არც სიხარული ჩანდა, არც სინანული, არც როგორ გითხრათ, არც მოწყენილობა ჩანდა, მხოლოდ სიმშვიდე. ხო, მაგრამ ამ სიმშვიდეში მაინც იგრძნობოდა სევდა ძველ დროსთან დაკავშირებით. იმ აგვისტოს დღეს, აგვისტოს თვე იყო და მე გადავწყვიტეო სხვენზე მიმილაგებიაო. სხვენზე ძალიან ძიმე ჰაერი იყო და იდგა ხის სუნი და წვერის სუნი და რაღაც მოტკბილო სუნი, რომელიც ასდის დამჭკნარ, რომელიც ასდის თივას. და ამ დალაგების პერიოდშიო ძველი ქურთუგის ქვეშო მე მივაგენიო ჯერ როდესაც ამ ქურთუგს დავაჭერიო ხელი რაღაც
მკრივი ვიგრძენიო და რომ აპწიო ეს ქურთუკი, დაძალებული ქურთუკი, ვნახეო შკატულკა. ადრე აკეთებდნენ ხისგან კოლოფებს. ხო, ასეთი ხის მოხატული კოლოფი იყო ის კოლოფი მუქი ფერისო და როდესაც ეს კოლოფი გახსენიო, შიგ ნახეო მუქი ფერის ქვა. და ამ ხის ყუთზე ისეთი ნახატები იყო მოყვანილი, რომ არ გავდა ჩვეულებრივ უზორებს ჩუქურთმებს რომ ჭრიან არა. მე არ გავდა რაღაც რუკას, უბრალოდ თითქოს ეს ნახატები წარმოადგენდა რაღაც უცნაურს, რაღაც თითქოს და რაღაცის თქმას ცდილობდა ის, ვინც ეს ნახატები დაადო ამ პატარა ყუთს. შესანახვის თან ამ ყუთს არ ჰქონდათ საკეტი. ხო, და ეს ქვა იყო შეხეული ბარხატის ნაჭერში, იყო ბრტყელი, სრიალა, როგორც მდინარის ქვა და იყო ძალიან შავი. მე ეს ქვა ვიხე ხელში და ის იყო ძალიან მძიმე და იყო ცივი. თან ისეთი სიცივე ამოდიოდა ამ ქვიდან თითქოს და სუცხუნა ზამთარი მდგარი იყო გარეთ. მე მეკავა ეს ქვა ხელში. ეს იყო მკვდარი ვარსკვლავის ნატეხი. მე ჩამოვედი დაბლა, შევედი ოთახში, სადაც იჯდა ბებია. მე არაფერი მithქვას, უბრალოდ გავუწოდე მას ეს ღია ყუთი, ეს შკატულკა. მან მზერა გააყოლა და მე შევამჩნიე, რომ მის სახიდან გაქრა სევდის ჩრტილი და სევდა შეცვალა წყნარმა დაკვირვებამ. ის აკვირდებოდა ნივთს და თითქოს ახსენდებოდაო რაღაცა. მან აიღო ეს ქვა ხელში, არ უკითხია ჩემთვისო თუმე სად ავიღეო ეს ქვა და მან წარმოთქვა წყნარი ხმით. ბებიამ წარმოთქვა წყნარი ხმით ქვაზე, თან ქვას უყურებს. ეს არისო გადასახადი მზის გამო. რა გადასახადიო? კითხეო მე, გავიმეორებ მისი ნათქვამი. და რისი გადასახადი და რისთვის? რისთვის იყო? რისთვის უნდა გადაგეხადათ? მე მეგონაო, რომ ბებია თავიდან მომიშორებდაო და მეტყოდა, რომ ეს უბრალოდ სიტყვებიაო. ბებიამ ნელა შეაბრუნა თავი ფანჯრისკენ, სადაც ბოლოსკენ ესე იგი ქრებოდა აგვისტოს დღე. ესე იგი ის დღე, აგვისტოს დღე, ბოლოსკენ მიდიოდა, ღამდებოდა და უყურებდა მშვიდად ფანჯარაში. იყურებოდა მშვიდად ფანჯარაში. და მისი ზერა მისი მზერა იყურებოდა საცხა, მისი თვალები იყურებოდა სადღაც შორს, გორიზონტის მიღმა, ხეების მიღმა, თითქოს ის ხედავდა არა ჩვენ ჩვეულებრივ პეიზაჟს, არამედ რაღაც სხვას, რაღაც მისაწვდომს, რომელიც ცნობილია მხოლოდ მისთვის. ის აგრძელებდა ამ ქვის ხელში დაჭერას და უჭერდა ამ ქვას თითებს და წარმოთქვა ბებიამ, რომ სამყარო ყოველთვის ასეთი არ იყო. ხო, მას ისეთი ხმა ჰქონდაო, რომ თითქოს მე კი არ მელაპარაკებოდაო, არამედ მოგონებებს ელაპარაკებოდაო, თავის მოგონებებს. ხო, მე ეს ისტორია გავიგიო ჩემი ბებიასგან, ამ ბებიასგან.
მან კი ეს ისტორია გაიგო თავისი ბებიასგან. ბებიამ კი თავისი ბებიასგან. იმ დროს ცა იყო სხვანაირი. დღისით ცა იყო უფრო ნათელი, უფრო მკრთალი. საღამოს კი, როდესაც მზის ჩასლის პერიოდში იფანტებოდაო ისამისფერი სინათლე, როგორც ახლა დღეს ჩვენ ვხედავთ, როდესაც მზე ჩადის მოწითალო ან ნარინჯისფერ ან მოყვითალო სინათლეს ჩასლისას, იმ დროს ხედავდა ხალხი ისამისფერ სინათლეს, რომელიც იფანტებოდა და როგორც მელანი სველ ქახალზე. და ხეები იმ დროს იყო გიგანტურიო და ამ ხეების ტოტები იმ სისხლო იყო, რომ 10 მამაკაცი ვერ მოერეოდაო. კენტეროები კი იყო დახვეული მასიურად მწვანე გუმბათად და მიწა ამ ხეების ქვეშ იყო ნახევრად ჩრდილში და ხალხიც იყვნენ სხვანაირები. ჩვენ ვიყავითო წყნარი ერი. ჩვენ ბევრი არაფერი გჭირდებოდა და ჩვენ დედამიწისგან არ ვიღებდით ზედმეტ არაფერს, ვიღებდით იმდენს, რამდენიც ჩვენ გჭირდებოდა. და დრო მიედინებოდა სხვანაირად, სხვაგვარად. არ მიქროდა როგორც დღეს მიქრის დრო. არამედ ისე მიედინებოდა როგორც სკელი თაფლი. წელიწადი ცვლი და წელიწად სიჩქარის გარეშე და ჩვენ ცხოვრებაში ყველაფრისთვის იყო ადგილი. მის ხმაში ნოსტალგია კი არ იგრძნობოდა, არამედ ის თითქოს ყვებოდა ფარზე დაყრდნობით, უბრალოდ ყვებოდა ისტორიას. ყველაფერი შეიცვალა იმის შემდეგ, როდესაც ციდან დაიწყო ცვენა ნაცრისფერმა თოვლმაო, რომელიც არ დნებოდაო. მე ფიქრობდიო, რომ ახლა ბებია დაიწყებსო ვულკანის აღმოფრქვევის მოყოლას ან რამე ძველი მოყოლას ძველ ომზე. მაგრამ ისი ახსნა მის ახსნაში არ ჩანდა არანაირი ლოგიკა. ეს არ იყო ფერფლი. წყნარად თქვა ბებია. ფერფლი ცხელია და ასდის დამტრობის სუნი. ეს ნაცრისფერი ფერფლი კი იყო სუნის გარეშე და არც ცხელი არ იყო. ეს ნაცრისფერი თოვლი თოლს არ გავდაო. წარმოიდგინე უწონო მტვერი, რომელიც არ ტრიალებს და ხაერსაც არ ემორჩილებოდა. ეს ნაცრისფერი თოვლი უბრალოდ დაბლა ეცემოდაო. ნელა ეცემოდაო მიწაზე. თითქოს ცამ გადაწყვეტაო საცერში გაეტარებიაო თავისი საკუთარი თავი. და ეს ნაცრისფერი სუბსტანცია იყო ის, რაც დარჩა. სამყარო თავისი ისამისფერი მზის ჩასვლით, ისამისფერი მზის ჩასვლით და თავისი ცხოვრებით იფარებოდაო ამ ნაცრისფერი თოვლით. ისარდნებოდა, ის გროვდებოდა და ცხოვრება იქმნებოდა როგორც უსიცოცხლო გრავიურა. ცხოვრება ხდებოდა როგორც უსიცოცხლო გრავიურა. გრავიურა ხომ იცით რა, ძველად რომ ხატავდნენ ნაცრისფერ ფერში ყველაფერს, უფერული ნახატს ქვია გრავიურა. თუ სწორად წარმოთქმე. მაგრამ უცებ არ შეცვლილა არაფერი. ჯერ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხმები გახდა სხვაგვარი. ისინი გახდა ყრუ. ეს ხმები გახდა თითქოს და შორიდან მოდიოდაო და კარგად არ ისმოდაო. თითქოს ხაერში გაივსოო ბამბით. როდესაც ყვიროდი, ყვირილი არ ვრცელდებოდაო, არ იფანტებოდაო. ნაჯახის ხმა რო ჭრდაო ხეს ვინმე, იგიც არ იფანტებოდაო. ის ხმა იქვე ქრებოდაო, იქვე იკარგებოდაო. შემდეგი მოგვიანებით ხმები საერთოდ გაქრაო. პირველებმა გაჩნდენო ფრინველები. შემდეგ ქარი ჩადგაო. ხეებმა აი მაგალითად ხეები, როდესაც მოძრაობენ ხომ ისინს მათი ხმა ხრიჭი რაღაცნაირი ხმა, ხო? ხე რომ მოძრაობს. ხეების მოძრაობის ხმაც არის უნდაო. ეგიც
გაქრაო სამყარო სიწყლარეში იფლებოდაო არა ღამის სიწყლარეში არამედ უბრალოდ უბრალოდ იძრებოდაო სიწყლარეში რომელიც ძალიან მძიმე გადასატანი იყო ძალიან ცუდად მოქმედებდაო და ამ სიწყლარეშიო გესმოდაო მხოლოდ შენი საკუთარი გულის ცემის ხმა ყურებში გესმოდაო ხალხმა მიატოვაო ლაპარაკი ჯერ გადავიდნენ ჩუჩულზე და შემდეგ საერთოდ გაჩვდნენ რადგან წარმოთქმული სიტყვა მიაჩნდათ ცოდვად მე ცუდად ვიგზენი თავიო მე წარმოვიდგინიო ეს სამყარო იმ ნაცისფერ თოლში ჩაფულიო და იმ სამყაროში დამდგარი სიწყლარეო დამდგარი არა დამდგარი სიწყლარეო და ეს სიტუაცია ნებისმიერი ქარიშხალზე მძიმე და საშიშია ნებისმიერი კატაკლიზმზე საშიშია და ყველაზე უცნაური ის იყო გააგრძელა ბებიამო რომ ეს თოვლი არ ნებდაო ადამიანის ფიზიკურად ის არ წვავდა ადამიანის კანსო და მასში სუნთქვა შეიძლებაო მისგან არანაირი დაავადება არ გავრცელებულაო ჩვენ მისი გვეშინოდა მაგრამ არ გვესმოდაო რაში მდებარეობდაო ჩვენ არ გესმოდაო თუ რაში მდებარეობდაო მისი ნამდვილი საშიშროება გავიგეთ მხოლოდ მაშინ როდესაც ამ თოვმა ხალხის წაყვანა დაიწყო ეს ნაცისფერი თოვლი საშიში არ იყო სხეულისთვის მაგრამ საშიში იყო სულისთვის მე შევეცადიო ამისთვის რაღაც ახსნა მომეძებნაო ამბობს ეს შვილიშვილი მაგრამ ბებია ყვებოდაო ამის შესახებ არა როგორც გონების დაკარგვას არამედ როგორც პიროვნების წაშლა ადამიანი იყო ხო პიროვნება აზროვნებდა მოქმედებდა და უცებ ეს პიროვნულობა დაკარგა კარგავდა უფრო სწორად ადამიანი კარგავდა პიროვნულობას ასეთი ადამიანის ზერა სადღაც სიცარიელეში იყურებოდაო მის ისა არ ქონდაო მიზანი საყურებელი და ასეთი ადამიანი ვერ ხდებოდაო თუ რას აკეთებდაო ასეთი ადამიანები უყურებდნენ მეზობელს და გაკრებული იყვნენ რადგან ვერ ცნობდნენ თავის მეზობელს ვერ ცოლს და შვილებს ცნობდა ასეთი ადამიანი თუ ქალი იყო ქმარს ვერ ცნობდა არა ისინი არ ხდებოდნენ აგრესიულები არ ბობოქრობდნენ ისინი ხდებოდნენ ცარიელები მათი თვალები ჩამოგავდა ორ სარკესო რომლებიც ირეკლავდნენო ნაცრისფერ ცას მათ თვალებში მათ ზერაში არც შიში ჩანდაო და არც შიში ჩანდაო და არც პანიკა მათ ჰქონდათო დაკარგული მეხსიერება და მათ უწოდებდნენო დაკარგულებს ადრე თუ გვიან ეს ემართებოდა ნებისმიერ რომელიც დიდ დროს ატარებდა გარეთ ამ თოვლის ქვეშ ციდან როგორ გითხრათ თოვლის ცვენის ქვეშ ამ თოვლის ცვენის ქვეშ დიდხანს უგაჩერდებოდაო კარგავდაო მეხსიერებას და პიროვნულობას და მშვენიერ დღეს ასეთი ადამიანი გამოფიტული გამოცლილი დგებოდა მაგილიდან და გარეთ გადიოდა და მიდი ასეთი ადამიანი შეეძლო ერთ ადგილს მდგარიყო 1 საათი 2 საათი 3 საათი ისე უსაქმურად და რაღაცას უყურებდა გაუნძრევლად თან წამედინეთ და ყველა ეს ხალხი მიდიოდა ერთგივე მიმართულებით თან უკან არ ეხედებოდნენ ჩემი პრაბაბკა ესე იგი ბებიის დედა ხო ამ ბებიის ვინც ყვება ამ ისტორიას ბებიის დედა იყო გოგონა მას ახსოვდაო თავისი მამა ძლიერი ხუმარა ადამიანი
კეთილი ხელებით. იმ დღეს როგორც ჩვეულებრივ ის შეშას ჩეხავდა ფართულთან, რაღაც მომენტში ის უბრალოდ გაჩერდა აწეული ნაჯახით და ამ აწეული ნაჯახით ის იდგა საღამომდე ერთ ადგილზე. თან მისი მზერა იყო მიმართული სადღაც შორს. მისი ცოლი ჩემი მაია პრაპრაბაბკა, ესე იგი პრაპრაბაბკა სამი დიდი ბებია. ამ ბების ესე იგი უყურეთ, ეს ქალი ხო ბებია, ბების კიდევ ბების ბებია და იმის ბებია. ესე იგი ამ ქალის სამი თაობა წინა ყოფილი წინაპრები უფრო სწორად. მეოთხე ეს ქალია, მეხუთე მისი შვილიშვილია. ნუ 5-6 თაობა გამოდის. და ეს ჩემი დიდი ბებიაო. გითხარით მე რომელი ბებია? ცდილობდაო შეჩერებინა მისი ქმარიო. ის არ რეაგირებდაო. და როდესაც მოსაღამობდაო და მიწაზე დაეშვაო სკელი ნაცრისფერი ჩრდილიო, მან ჩამოწიაო ეს ნაჯახი, მიაყუდაო შეშებს და წავიდაო, უბრალოდ წავიდაო. გაიარა ყანაო და მიემართაო ჩაფნელებული ტყისკენ. ის ყოფოდა როგორც პრამაც ხო ეს ესე იგი უშემ მე რომ არ შეგეშალოთ ვიტყვი ასე პრამაც ესე იგი როგორც გითხარით მისი ბების დედა. სადღაც ის თუ მეექვსე მისი შვილი მეექვსე თაობა თუა, სადღაც მისი 4 ბების ისა წინაპარი პრადედა. ცდილობდა შეეჩერებია მისი ქმარი, მაგრამ ის მის მეუღლის ხელს ნაზად იშცილებდა. ჩვენი სოფლიდან მეზობელ სოფლიდან ყველა მიდიოდაო ჩრდილოეთისკენ. ვინც იკარგებოდაო. დაკარგულებს უძახდნენ ასეთ ადამიანებს. როდესაც მიხვდნენ რომ ეს ნაცრისფერი თოვლი დროებითი მოვლენა არ არის, არამედ არაპირებს დადნობას და გაქრობას და ვინც ჯერ კიდევ რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ გონება და აზროვნება, მიხვდნენ რომ უნდა დაიმალონ მიწის ქვეშ. ზედაპირზე მათი გაჩერება არ შეიძლებოდა. ყველამ დაიწყო გადასახლება მიწის შიგ. არა, ეს ორგანიზებულად არ ხდებოდა. უბრალოდ სპონტანურად. ეს იყო გაქცევა იმისთვის რომ გადაერჩინათ თავისი შვილები და თავისი ოჯახები. თავისი გონების რომ გადაერჩინათ თავისი გონება. ზოგი მიდიოდა გამოქვაბულებში, ზოგი ჩადიოდნენ დიდი ხნის წინ მიგდებულ შახტებში. მესამე პარტია ცდილობდა გაეთხარა ორმოები, დასამალი ორმოები და მიწის ქვეშ სასაცხოვრებლები. ჩემი პრაბაბკას, ესე იგი პრაბების ოჯახიო, როგორც იმ სოფლის დანარჩენი წევრებიო, ნახაო თავშესაფარი ძველ გამოქვაბულში, რომელსაც ჰქონდაო ბევრი განშტოება. ბებია იხსენებდა რომ ამ გამოქვაბულში იყო ძალიან ძლიერი მარადიული სინესტე, რომლისგანაც ვერ იცავდა ვერც კოცონი, ვერც ტანსაცმელი და იყო სიბნელე, რომლის გასანათებლად კოცონის ალები არ შველოდა, არ ყოფნიდა.
ამ მუდმივ სიბნელეში ყოფნისას მათ დროც აერიათ და დროის შესახებ დროს გრძნობდნენ, როდესაც მოშივდებოდათ ან ეძინებოდათ. და ამ გამოქვაბულის შესასხელთან ყოველთვის იდგა ვინმე, ვინ დარაჯობდა. და ჩვენ ვიყავითო იმის შიშით, რომ ოდესღაც საჭველი დაგვიმთავრდებოდაო. და იმის შიში ვქონდათ, რომ ბავშვები მაპატიეთ. ალბათ გახდებოდნენ ამ სინესისგან. მაგრამ თავარი იყო სხვა შიში. შიში იმისა თუ რა ხდებოდა ზევით, ზედაპირზე. ზოგჯერ მიწის ქვეშ ყოფნისას მათ ესმოდათ მათი. ეს არ იყო ბგერა, ეს იყო ვიბრაცია მოსიარულე